საინტერესოა, უბრალოდ მე 18 წლის გამოსვლასთან პარალელს არ გავალვე. დანარჩენში ბევრ რამეში გეთანხმებით. უბრალოდ მაშინ იყო ერთგვარი არჩევნების და პირველი ტურის, ასე ვთქვათ, ძიმე ტურის, სადაც პარტიული ორგანიზაციამ ცოტა ესე ვთქვათ, ვერ მიცა ის შედეგი და მაშინ დაინახეს, რომ რაღაცა ჭირდებოდა. მაშინ იქ ვიყავი და მახსოვს, რომ რაღაც მობილიზების ახალი ტალღა იყო საჭირო, მაგრამ ის არ იყო შიდა ბრძოლა. დღეს რასაც უყურებ, მე მგონია, რომ ამას დიდი გამოცნობა არ უნდა ხუნდაძე და ხალხის ძალა არასდროს დამოუკიდებელი არ ყოფილა მანამდე, სანამ ის შეიქმნებოდა და მას მერე ეს ჩვეულებრივად როგორც წესი ივანიშვილს ეგენი უფრო ახმოვანებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში სამეთაკარი თამაშებითაც ცოტათი ღარიბაშვილის დაჭერის და აი ამ ძველი მთავარი ფიგურების დაჭერის შემდეგ აშკარა უკმაყოფილება არის სახეზე ხო ამ ძველი 2012-იანელების და ისევ ამ ხალხის რაღაცნაირად თავისი მზის ქვეშ დასაბრუნებლად თუ გასამაგრებლად ხომ ჩვენ ამას შევხედავთ რომ მაშინ როცა დღევანდელმა ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ პრინციპში გაისტუმრა ასე ვთქვათ, ციხეში და პოლიტიკურ მოუსავალში ღარიბაშვილის და ლილუაშვილის მათი ხალხის ჩანაცვლებაც აუცილებელია. ანუ პრაქტიკულად სრულად უნდა გააკონტროლონ ვერე, ანუ მაშინ ორი მნიშვნელოვანი გავლენიანი ფიგურის სივრცე მთლიანად უნდა აითვისონ და როგორც ნახეთ, ვთქვათ, ანონსი ასე ვთქვათ, ნოდარ მელაძის გადაცემის, იქაც მსგავსი პროცესი მიწევს რეგიონებში მიმდინარეობს პროცესი ჩანაცვლება. მათ შორის ასევე თუნდაც ხუნდაძის განცხადება თვითმმართველობასთან დაკავშირებით, როგორც ასევე საუბარი იყო გუბერნატორების განსაკუთრებულ ფუნქციაზე, რომელიც მას არ მოწონს, რაც ასევე უკავშირდება მთავრობის, ასე ვთქვათ, როლს აკონტროლოს, ასე ვთქვათ, ადგილობრივი ანუ ამბობს ხუნდაძე, ამბობს ბიძინა, ამბობს ხუნდაძე, ნიშნავს, რომ ამბობს ახმოვანებს იმ გარკვეული გეგმის ერთ ნაწილს, რომელიც აქვს ივანიშვილი. მე ესე მგონია, რომ ხუნდაძე არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილთან შეუთანხმებლად არც ერთ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელს არ დაუპირისპირდება. ახლა ის რაც მოხდა 2019-ში, შეიძლება რაღაც ეტაპზე, ან ეს მაშინ ჩვენი სურვილი იყო რომ გდომებოდ გვინდოდა დაგვენახა მაშინ რომ ეს კონსტიტუციის ჩაგდება მაშინ მართლა მცირე ინიციატივა იყო და ამ 3 დღე განმავლობაში ამას ვერ ბრძოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში იყო ძალიან ნათელი იყო რომ ეს იყო ორკესტრირებული პროცესი. მე აღარც უარყვია ძალიან ბევრს ოფიციალურ პირებსაც ჩვენთან საუბარში რომ ეს იყო ორკესტრირებული პროცესი. ამიტომ ეს ორკესტრირებული პროცესები არის ივანიშვილის კონსპირაციის სტილი, არც ისეთი, ასე ვთქვათ, როგორც სამეფო კარის თამაშებია ზოგადად და არც ისეთი როგორც ბანკოს როგორ არის სახლის მსგავსი ესეთი რთული და კომპლექსური არა მარტივია უბრალოდ გამოდის ადამიანი გამოდის ერთი პოლიტიკური ძალა რომელიც თვითონ ოპოზიცია თავს დღეს ოპოზიციას უძახის ჩვენ ვიცით მაგალითად კაფიოა რომ იმედზე არც ერთი რეალურად ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სიუჟეტი არ გავა და მით უმეტეს საღამოს თელი ეთერი არ დაეთმობა ეს თუ არ არის მთლიანად შეთანხმებული პარტიულ პიართან პიარ სტრატეგიასთან ანუ ეს ყველაფერი ორკესტრირებულია ეხლა ვის უპირისპირდება ცალსახად მე მგონია რომ უფრო უპირისპირდება ეს ყველაფერი მამუკა მდინარეძეს რომელიც არის საკადრო პოლიტიკის განკარგველი დღეს მამუკა მდინარეძე პრაქტიკულად ხო დღეს პრაქტიკულად რასაც უყურებ რასაც დავაკვირდებით პრაქტიკულად მამუკა მდინარეძე არის ყველაზე ასე ვთქვათ გავლენიანი საკადრო პოლიტიკაში შსს-ში პროკურატურაში და ასე შემდეგ ვარცდებით ტელეკომპანია იმედზეც გავრცელდა ეს საკადრო პოლიტიკა ხო შემოგთავაზეს ისე რომ თავისი წავიდა რუხაძე მაგრამ ჩემი ვერსია რომ მას უბრალოდ რუხაძემ თავს უშველას პრინციპია მაგრამ რეალურად მე ვფიქრობ რომ და რაც ჩანს ზედაპირზე ეს არის რომ მამუკას ყველაზე დიდი გავლენა საკადრო პოლიტიკაზე ხო ზედაპირზე ესეა და საშუალო რგოლებში ალბათ კიდევ უფრო მეტად ბუნებრივია ხო მაგრამ და თან რაც თავარია როცა საუბარია ახალი სხვა პარტიებიდან გადმოსულზე ეს ირაკლი არ ეთქმის იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე არ ყოფილა სხვა პარტიის წევრი ის შეიძლება არ ჩანდა 2011-12 წლებში მაგრამ ის იქვე ტრიალებდა რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია ის იყო ასე ვთქვათ არა ოფიციალურად პარტიის წევრი მაგრამ ივანიშვილთან აფილირებული და მასზე ვერ იტყვი რომ ის ვთქვათ სხვა პარტიიდან მოვიდა აი მამუკა მდინარეძის წარსული ნუ მამუკა მდინარეძე ქართულ ოცნებაში 2016-ში არის მანამდე არ გამოჩენილა საერთოდ შეხება არ ქონია და დიდწილად ეს მინიშნებები რომ სხვა პარტიიდან გადმოსული ხალხი მოდის და მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ექნება ხო ესენი იყვნენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა წინამთავრობის ფასთან დაკავშირებული ხალხი ან მას უკავშირდება ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ რომ კრიტიკა არის ერთი რომ დასუსტეს მამუკა მდინარეძის გავლენები რომელიც უსაზღვროა დღეს პრაქტიკულად არა თუ შემდეგი არ გაგრძელდეს დღესაც კი დასუსტდა არ გამოურიცხავ იმასაც რომ დადგეს საკითხი მის ჩანაცვლებაზე ირაკლი უფრო რთულად ჩანაცვლებადია ივანიშვილის კარზე მაგრამ მამუკა უფრო მარტივად მე ესე ვიტყოდი და მე ვფიქრობ რომ ამ როლს გარკვეულწილად პირველი ნაბიჯი გადადგა უკვე ხალხის ძალის სახელით ოპოზიციის სახელით დიმიტრი ხუნდაძემ და ჩვენ გვახსოვს რომ კიდევ ერთხელ დიმიტრი ხუნდაძე იყო ინიციატორი მაშინ როდესაც კონსტიტუციის ჩაგდება მოხდა დიმიტრი ხუნდაძე იყო პირველი დიპ სტეიტთან საუბარი
საუბარზე და თქვენ იყავით ერთ-ერთი ვინც აი იმ ამბოხის გამო დატოვეთ მაშინ პარტია იმიტირებული ამბოხი ყოველთვის არის გარკვეულად როლი რომელიც არის შეთანხმებული მათ ხალხის ხო მაშინ წამოხვედით იგივე 22-ში დაწყებული დასავლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების პირველი ღია წერილი ხო მათი გამო ეგრეთ წოდებული ხალხის ძალის გამო ხო და მაშინ მაგას უკავშირდება სწორედ თქვენი წამოსვლა ჩვენი უკავშირდება 19 წლის პრინციპში ჩვენი უკავშირდება 20 ივნისს რომელიც ასე ვთქვათ გადაწყვეტის და პოლიტიკური კონსენსუსის საკითხი იყო კონსტიტუციური რეფორმა და აი ამ რეფორმაზე როცა უარი თქვენ პრინციპში ჩვენ ასე ვთქვათ წამოვედით დიდწილად ეს იყო ჩვენი მიზეზი იმიტომ რომ პირობა არ შევასრულეთ პირობა რომელიც პოლიტიკურად და საჯაროდ იქნა დათმული მაგრამ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ ერთგვარი შიდა კონსპირაცია იწყება ადამიანის მიმართ რომელიც თითქოს არ არის პირდაპირ კავშირში ქართულ ოცნებასთან, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ქართულ ოცნებასთან, ისე როგორც წერილები ეხლა თავიდან თუ ხალხის ძალა წერდა, ეხლა ღია წერილებს წერს უკვე შათერიშვილი, რომელიც თითქოს დამოუკიდებელი ფილოსოფოსია, მაგრამ მთელი პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურა მასზე მუშაობს და მთელი კვირა ლაპარაკობთ იმ ბოდიშზე, იმ სისულელეზე, რომელსაც ის წერს ხოლმე, ნუ მართლა აბსურდების. ამიტომ ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივი. და ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ვეღარ ვკითხულობ, აღარ ვკითხულობ. ეხლა უფრო ცოტა მოკლე გახდა ეხლა ბოლო პერიოდში, მაგრამ ის თქვა ეს კონსპირაციები იმდენად ცირია, იმდენად ზედაპირულია, რომ ჩაღრმავება. უბრალოდ შეიძლება საბოლოო შედეგი იყოს არა გადაყენება, არამედ შესუსტება, არა მთლიანად მოცილება, არამედ მისი გარკვეული კადრების შესუსტება და დაბალანსება. ეს ახასიათებს აშკარად ივანიშვილს. მე ვიტყოდი რომ ივანიშვილს აი უყურეთ, სანამ ღარიბაშვილს დაიჭერდა, სანამ ამ ხალხს საბოლოოდ გაყრიდა, ასე ვთქვათ, პარტიაში თავმჯდომარე იყო და ამ დროს მეორე ჯგუფი კობახიძე მდინარაძის ჯგუფი უკვე მისგან ნებადართული კი არა და პირდაპირ მისგან მიღებული დირექტივით ამზადებდა იმ ძველების წინააღმდეგ მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც მე ეს ხალხი საერთოდ ციხეში გავიდა. ეს ახასიათებს როგორ ჩანს ივანიშვილი. ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც დარწმუნებულია ივანიშვილი უყურებს ამ შემთხვევაში. ერთი მისი ხასიათი, რომ დიდხანს სტაბილური არ არის და ხელისუფლების ეს მაღალი თანამდებობის პირებს ხშირად ცვლის, ანუ წელიწადში ორი წელი. ანუ არ ვიცი, რაღაცა ხარვეზებს ხედავს და უკვე უნდობლობა უჩნდება, რაღაცა არ მოწონს ეს და ყველა შემთხვევაში კარგი იყო თუ ცუდი თუ გასაშვები იყო თუ არ იყო გასაშვები, ყველა ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ყველა ეს პრემიერ-მინისტრი გაუშვა და ნუ ლოგიკურად ჟანრის ლოგიკა მოითხოვს, რომ მას უკვე დისკომფორტები უნდა გაუჩნდეს. ეს ერთი, მისი ხასიათი. მეორე ის არის, რომ პრინციპში ამ სისტემამ, ამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერცერთ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწია. ანუ ვერცერთ შემთხვევაში მე არ გულისხმობ დემოკრატიულ წარმატებას, ეს არ არის ივანიშვილის ინტერესი. ამ შემთხვევაში გულისხმობ ავტოკრატიად ვერ შედგა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ახალი ბოდიში და სულელური კანონი შემოდის, რომელიც ავტოკრატიებს არ ახასიათებს. ეს ცოტა დასაცილოა. ავტოკრატი როცა წარმოიდგინეთ, რომ პუტინმა აკრძალოს ტროტუარზე დგომა, იმან აკრძალა, ასე ვთქვათ, პროტესტი და აკრძალა და დაამთავრა ამით, ან ლუკაშენკო. მაგრამ აი ეს იმდენად ვერ ერევიან ავტოკრატიას, იმდენად ვერ აყალიბებიან. ხსნით ამ ერთი ეს ვერ გააკეთა. იმიტომ რომ ლეგიტიმაციის მეორე საკითხი არის, რომ ავტოკრატები რაღაცა პერიოდის მერე, როცა ძალაუფლებას ფლობენ, ისინი გადიან და საერთაშორისო ლეგიტიმაციას ღებულობენ. როგორც ავტოკრატები, ან ისეთი როგორც ჩვენ გულისხმობთ, არამედ აღიარება საერთაშორისო, როგორც აქვს ბევრს ავტოკრატიულ ქვეყნებს. ესეც ვერ მოახერხეს. ვერ მოახერხეს რეალურად კორუფციასთან ბრძოლა. გუშინ წინებში იყო, ხო, ცოტა ხნის წინ იყო, როდესაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო თქვა, რომ 180 პროექტია გაჩერებულიო და 180-ვე არის პრობლემურიო, 200-დან 220-დან. ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუჯეტის აბსოლუტურ ინფრასტრუქტურის დასახარჯი 3 მილიარდიდან დაახლოებით 2 არის პრობლემური. და სად არის 2? ანუ ამასაც ვერ აგვარი. ანუ ვერცერთ შემთხვევაში ვერ არიან წარმატებულები და ბოლოს, როდესაც მიხვდნენ, რომ მათი აბსოლუტურად გაუაზრებელი ეკონომიკით წარმოუდგენელი ინფლაცია აქვს, ეკონომიკურ დასტანეთთან, რაც თვითონ მართლა არის რეალურად. წარმოუდგენელი ინფლაცია აქვს და სრულიად აბსურდული ფასების დაკლების კომისია შექმნეს, რომელიც საპირისპირო, მივიღეთ რაღაცა სისულელი, რაღაც 5 თეთრით მოიმატა კვერცხმა და 3.5 დაიკლო. სასაცილოა ეს ყველა. ანუ ხედავენ, რომ ყველა მიმართულება, სოციალურ-ეკონომიკური, საგარეოპოლიტიკური, უსაფრთხოების კუთხით, ავტოკრატიის განვითარების კუთხით, ყველა მიმართულება ჩავარდა და თუ ახლა მას ვერ დაინახავს, ივანიშვილი ამას დაინახავს ადრე თუ გვიან და მე ვფიქრობ, რომ რაღაც ცვლილებების განხორციელებას დაიწყებს. და აი ამ ცვლილებების რაღაცა წინა მოსამზადებელს, ასე ვთქვათ, მოთელავს, ხედავთ, ჩემი შეფასებებია ეს, ბუნებრივია. მე სულ მაინტერესებს ხოლმე თქვენი შეფასებები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ ხსნით, თან იცით შიგნით რა როგორ ხდებოდა, რა როგორ იგეგმებოდა ხოლმე, ხო? მათივე თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დღეს როგორც არის, ესეთები არ იყვნენ არც ერთი ეს ადამიანები, სულიან სხვანაირები მახსოვს და სხვა. აი თუნდაც კობახიძე, მდინარაძე და თლიანი სისტემა იყო ბევრად უფრო გახსნილი, ტრანსპარენტული და ბევრად უფრო მზა, ღია
დისკუსიებისთვის და ძალიან ბევრი დისკუსიები გქონდა. მაშინ მათ ასეთ იმიტომ რომ სახეცვლილებას. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა განაწყო ესენი აი ამისკენ, მათ მიცა საშუალება და ერთადერთი გზა ძალაუფლების დაუფლების აი ესეთი ფორმით, არა დემოკრატიული, არა დისკუსიით, რასაც ახერხებდნენ და პრინციპში სუსტები არ იყვნენ, მაგ ნაწილშიც არც დინარაძე, არც კობახიძე და სხვაებიც სხვათა შორის, ხო? მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ეს მარტივი გზა, მარტივია იმ შემთხვევაში, უბრალოდ ყველაფერზე უარს ამბობ, კეტავს საკუთარ თავში იკეტები, მდიდრდები, ძალაუფლებას ნიხვეშ, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც გითხარით, ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობა, ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ ფასების მართლა ამბავი ეს მართლა ვიცით, ხო ეს ხო ყოველდღიურად იგრძნობა, ყოველ დღე ახალ მაღაზიაში მიდევ და ახალი ფასი ხვდება. მე საშუალო ფენა ვარ წარმოდგა და შედარებით ნაკლებად მტკივა, ვიდრე თქვა ადამიანს, რომელიც მთელი თავის შემოსავალი სასუსათო პროდუქციაზე ხარჯავს, ხო? მისთვის ყოველდღიურად მისი საკვები რაციონი მცირდება ფასების დასტანით, რომ შემოსავლები არ იზრდება. და აი ამ ხალხს უთხრეს, რომ ეხლა კომისია სუსთან ერთად შევქმნით და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ კიდე იქ რაღაცა კომერციულ ესე ვთქვათ სექტორში გავლენების ხელში ჩაგდება უნდათ, იმიტომ რომ ორ ჯგუფს მიადგენ მარტო და არა იმ ჯგუფს, რომელიც ივანიშვილთან დაახლოებულია, ხო? რაღაცა სპარის ჯგუფს და მეორე აგროხაბის რეალურად იქ შევიდა. ანუ აქაც მიდის, რომ ერთის მხრივ ხედავენ, რომ პრობლემებია, ამ პრობლემებზე პასუხი უნდა 5 თუ 3 თეთრი კვერცხის ფასი დააგდეს და ეხლა ამაზე ტაში უნდა დაუგრას, ანუ წარუმატებელი ხელისუფლება. ეს რეჟიმი როგორც ავტოკრატი წარუმატებელია. აი ეს მე ვფიქრობ, რომ განაპირობებს იმას, რომ შიგნით შეიძლება იყოს დუღილი, უკმაყოფილო იყოს ივანიშვილი, თუ არ არის უკმაყოფილო და ნუ მისი პრობლემაა კიდე ის, რომ იმიტომ რომ მის მასზე გადავა საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი ის არის, მაგრამ ის რომ დღეს უკვე ხალხის ძალა და კონკრეტულად დიტო ხუნდაძე იწყებს ამ კრიტიკაზე, ეს ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ხმა არის, რომელმაც ერთის მხრივ ან უნდა შეარყევს და აჩვენოს ამათ, რომ ბიჭებო, ესე კარგად არ არის საქმე და ხაჭკოაზე მოდით, ან ჩანაცვლების პროცესი იწყება, რომელიც ტრიგერი შეიძლება გახდეს დიტო ხუნდაძე. და ერთ კითხვასაც დაგისვამ თქვენი ნებართვით, აი ეს ბოლო პერიოდში თავზე დაყრილი საზოგადოებისთვის ამდენი შიში, ანუ შიში რას გულისხმობ, რეპრესიული ცვლილებები, ბიზნესმენი ხარ დაგიჭერ, აქტივისტი ხარ დაგიჭერ, ჟურნალისტი ხარ დაგიჭერ, პოლიტიკოსი ხარ დაგიჭერ, თუ არ მაღიარებ, თუ ტროტუარზე დგახარ, თუ ბიზნესმენი ხარ და შენ პოლიტიკურ მოსაზრებას ხმამაღლა დააფიქსირებ და ყველაფერი და პლუს ამისა განათლების თემას შემოვიტანდი ორი უნივერსიტეტის ასეთი პირდაპირი ნაჯახისებური გადაწყვეტით, რომ ჩვენ ჯერ გადავწყვიტეთ და მერე დავიწყეთ ამაზე საუბარი. ეს ყველაფერი რითი იხსნა? ეს მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ხანძარში არიან, ვერ აქრობენ ამ ხანძრებს, ანუ მათი პოლიტიკები არის წარუმატებელი და რაღაცა უფრო ხისტი გადაწყვეტილებები და ხისტი ქმედებებით ვფიქრობენ, რომ ბოლომდე რო დაიმორჩილოს. ანუ განათლების სისტემა ხო აქ ხო ცალსახაა, ლეგიტიმაცია ხო ზოგადად მათთვის არის დაკიდებული პრობლემა, მაგრამ ამ პროცესით ხო კი ლეგიტიმაცია ამ განათლების პოლიტიკისაც ხო აღარ იქნება. ანუ ლეგიტიმაცია ხო მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი არა, ლეგიტიმაცია არის ჩვენი მონაწილეების აღქმა, ჩვენ როგორც მოქალაქეებს გვაქვს კითხვის ნიშნები ზოგადად ამ პროცესთან, პოლიტიკურ პროცესთან. შესაბამისად კითხვის ნიშნები გვაქვს ლეგიტიმაციაზე. განათლების სექტორში ესეთი რეფორმის ჩატარება, როცა მთელი საუნივერსიტეტო სისტემა, ყველა უნივერსიტეტი, ქოცი თუ არა ქოცი, მათი მომხრე თუ მათი მოწინააღმდეგე, ყველა არის წინააღმდეგ, შენ მაინც ამას ატარებ, ეს არ არის ლეგიტიმაციას ამით ვერ შეძენ. კანონით ვერ დაადგენ, რომ აუცილებლად ლეგიტიმური ვიქნება. ამიტომაც ეს სალგე სამართლებრივი ლეგიტიმაცია სხვა არის და პოლიტიკური და სამოქალაქო ლეგიტიმაცია სხვა არის. და მეორე მხრივ სხვა გზა არ აქვს და ვერისუბნის მელოდიებში რა ერია თუ ბერია თუ ყველა დასაჭერია. ანუ სხვა შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვერ შედგენ როგორც ავტოკრატები. მათ არ აქვს ამის რესურსი. სურვილი კი არა, რესურსი არ აქვს. არ არის ისე ძლიერები, რომ ავტოკრატები შედგენ და იგონებენ კანონებს, რომელიც არის სულელური, არასრულებადი, ან აღსრულებადი ნაწილობრივ, მაგრამ არა ის, რომ მათ საბოლოო ჯამში ისეთი რეჟიმი ჩამოაყალიბონ, როგორც არის ლუკაშენკოს. ლუკაშენკო ხალხს უყვარდა. მაშინ, როდესაც ავტოკრატად ყალიბდებოდა. პუტინი ხალხს უყვარდა, არ ვიცი, მაგრამ ხარი დაუჭირეს მის აგრესიულ პოლიტიკას, იმპერიალიზმს დაუჭირა და ეს ძალიან კარგად შეა. ამათ არა აქვს არანაირი სახალხო იდეა. მარტო ის, რომ ვიღაცას გამდიდრება უნდა და მანქანის ყიდვა უნდა, კარგის და ძვირიანის. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ავტოკრატი გახდე. ავტოკრატი ლიდერიც კი საჭიროებს სიყვარულს. საბჭოთა სისტემა რო ყალიბდებოდა ძალიან მასობრივი მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოში არ უხეირო დიქტატურა შესანიშნავად ასახავს ახლა ძალიან იმიტომ კიდევ ერთხელ დიქტატურას ჭირდება ძალიან სერიოზული მმართველობა დიქტატურას ჭირდება ძალიან ეფექტური მმართველობა და ყველაფერში ჩავარდნაგა და კვერცხის ფასის გაიაფებით რო გინდა ხალხის სიყვარული ესე არ გამოდის ბატონო პუტინმა იმპერიალისტური პროექტი შეთავაზა იმან რა ქვია ლუკაშენკომ შეთავაზა დაპურების და სტაბილურობის პროექტი ესენ რას ვთავაზობთ
არეულ დარეულობა ეხლა დაიწყო რაღაცა ფეოდალური სუვერენიტეტის, ანუ რაღაცა ახლა რუსული ფეოდალური სუვერენიტეტის, დემოკრატიული სუვერენიტეტის ახალი მოდელია ქართული, რომელიც ჯერ კიდე გაუგებარია, მაგრამ ამის რაღაც იმპულსები გამოჩნდა და რაღაცას ეხლა სქლაფორთობენ, რომ ახალი იდეა ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს არ არის საყოველთაო იდეა. კიდევ ერთხელ დიქტატორს სჭირდება ხალხის აღიარება და სიყვარული. სხვანაირ დიქტატურა ვერ ყალიბდება და ამათ არც ესა აქვს, არც ძალაუფლება აქვს, არც სიყვარული, არც შიშია. ამიტომ იგონებენ რაღაც ბოდიშთა სისულელებს. დიდი მადლობა.